საქართველოში ეთიოპიიდან იმპორტირებულ მაღალ ბიუჯეტურ პრემიუმ ხარისხის ყავაზე მოთხოვნა თვიდან თვემდე იზრდება ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტის იმპორტს უკვე 6 თვეა, რაც ახლა დაფუძნებული კომპანია კოფიოპია ახორციელებს, როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, ამ ეტაპზე საქართველოში 4 სხვადასხვა ბრენდის 8 სახეობის ყავა ჩამოაქვს. მთავარი აქცენტი კი ეგრეთ წოდებულ ველურ ყავაზე კეთდება. აღნიშნული ყავის სახეობები ენდემური ხარისხისაა და ეთიოპიის ტყეში ზღვის დონიდან 2200 მეტრზე იკრიფება. შესაბამისად არ შეიცავს პესტიციდებსა და სხვადასხვა არომატიზატორებს. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის კოფიოპია თვეში 250-300 კილოგრამი ეთიოპიური ყავის რეალიზაციას ახდენს, თუმცა გეგმავს, რომ ეს მაჩვენებელი ტონა ნახევრამდე გაზარდოს. ჩვენ ჩამოგვაქვს პრემიუმ ხარისხის ყავა. პრემიუმ ხარისხი ეს არნიშნავს იმას, რომ არ არსებობს სხვასთან არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ეთიოპიიდან ვართ ერთ-ერთი ძირითადი შემომტანები. და ამ შემთხვევაში აქცენტს ვაკეთებ უშუალოდ Wild Coffee-ა, ესეთი არის ჩვენი ბრენდი, მარტივად რო გითხრათ. ეს არის ზღვის დონიდან 2200 მეტრზე არსებული არა პლანტაციები, არამედ ტყე, სადაც ენდემური ხარისხის, ენდემური თვისებების მატარებელი ყავა იკრიფება. შესაბამისად, მას არ გააჩნია პესტიციდები, ფუნგიციდები, შხამქიმიკატები, სხვადასხვა არომატიზატორები და ასე შემდეგ. ეს არის თავისუფალია აბსოლუტურად ყველა სახის სინთეთიკური მოლეკულებისგან. მისი ფასიც არ არის დაბალი, იმიტომ რომ ფიზიკურად მსოფლიო ბაზარზე ყავა დგინდება, პრემიუმ ხარისხის ყავა დგინდება კონკრეტულ პერიოდში, წლის კონკრეტულ პერიოდში და იმ ფასს მივიდებთ.